ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქი დღეს ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. სიღნაღში სტანდარტული და სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის ყვავილები გამოფინეს. ყვავილებთან ერთად გამოფენაზე ხელნაკეთი ნივთებიც გამოიტანეს. უჩვეულო გამოფენის ორგანიზატორი ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტია. რა იშვიათი ჯიშის მცენარეები გამოიფინა კახეთში და როდემდე გასტანს გამოფენა. დიანა იუსელიანის რეპორტაჟი სიღნაღიდან. ბარდები, გეორგინები, ბეგონია, პატარძალა, ოქროს ულვაშა. ეს იმ ჯიშის ყვავილების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დღეს სიყვარულის ქალაქში დამთვალიერებელმა იხილა. გამოფენაზე თბილისში არსებულმა სხვადასხვა ყვავილების მაღაზიების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ძირითადად ბუჩქი ვარდებია წარმოდგენილი, მაგრამ უნიკალური ფერებია წარმოდგენილი, იასაბნისფერი, მუქი იასაბნისფერი, მწვანე ფერის ვარდები, სტაფილოსფერი, რაღაც ზოლების, ის არის მსგავსი ვარდებია წარმოდგენილი დღეს აქ. ჩამოვიტანეთ სხვადასხვა სახის ყვავილები, ჩამოვიტანეთ ძალიან ლამაზი ხელით ნაკეთი ქოთნები და ვცდილობთ ამით ვასიამოვნოთ აქ ხალხს და გავალამაზოთ ეს ლამაზი ბაღი. სიღნაღის ბებრების ბაღში ყვავილებთან ერთად ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც გაიმართა. გამოტანილი იყო როგორც თექის, ასევე ვერცხლისგან და ძვირფასი ქვებით დამზადებული აქსესუარები. ეს ყველაფერი საბავშვო კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი მაქვს როგორც პატარა მცირე ზომის ნამუშევრები, ყვავილების სახით, თმაზე გასაკეთებლები, შარფები, ასევე წარმოდგენილი მაქვს პანო საქართველოს რუკა. გამოფენა ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სიღნაღის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში სიღნაღში მთელი წლის განმავლობაში უამრავი გასართობი და ტურისტებისთვის საინტერესო ღონისძიებები იმართება. ადგილობრივი კომპანია, რომელიც აქ ფუნქციონირებს უკვე, სთავაზობს ვიზიტორებს ერთდღიან ტურებს, რომელიც სიღნაღის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს არის ძალიან წინგარადგმული ნაბიჯი უკვე, ვინაიდან ჩვენი მიზანი არის, რომ ჩავრთოთ კერძო სექტორი, დავაინტერესოთ კერძო სექტორი, ბუნებრივია გავზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა. შემუშავდა იაფი ტურისტული პროდუქტი, ადრე არსებობდა მითი, რომ სიღნაღი არის ძვირი ტურისტული ქალაქი. ამიტომ ცადეთ ერთად დაგვემსხვრია ეს მითი და გაგვეკეთებინა იაფი ტურისტული მარშრუტები. და აქ ჩამოსულ ტურისტებს ვთავაზობთ 6 ესე ვთქვათ მზა მარშრუტს, საიდანაც შეუძლიათ ტურისტებს წასვლა და დათვალიერება როგორც სიღნაღის, ასევე მისი შემოგარენის. სიღნაღს 2 წლის განმავლობაში 5000-მდე ტურისტი უკვე ესტუმრა. გაიზარდა სასტუმროების და საოჯახო სახლების დატვირთვაც. ქალაქს კი ყველა რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ წელიწადის ნებისმიერ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავ ახალ სტუმარს უმასპინძლოს.